მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის ნომერ 2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და არა უშუალოდ სკოლა. ჯამში 17500-მდე კვადრატული მეტრი, ერთ ლარად 20-დან 40 წლით. აღნაგობის უფლებით გადაეცემა პირს სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის დადგენილებაშია მითითებული. ქართულმა ოცნებამ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ დებულება მიმდინარე წლის 3 ივნისს მიიღო, რომელშიც ახალციხის ნომერ 2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად ქვეყნის მასშტაბით სხვა ტერიტორიებიცაა მითითებული. დადგენილების მიხედვით პირები, რომლებიც საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიას მიიღებენ, 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ლარს გადაიხდიან, ხოლო სარგებლობის მე-11 და შემდგომ წლებში აღნაგობის უფლების საზღაური განისაზღვრება საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც დადგინდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. რატომ არის ეს საკითხი საინტერესო? ის, რომ მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიის 1 ლარად გადაცემა იგეგმება სახელმწიფო აუქციონის გვერდზე ინფორმაცია 2025 წლის 18 ივლისს აიტვირთა. თუმცა საჯარო სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით შეკრებილ მშობლებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. რა ხდება მეორე საჯარო სკოლა 3 წლის წინ რეაბილიტაციის მიზნით დაცალეს. მასწავლებლების თქმით, პროცესი რამდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 3 წლის შემდეგაც კი არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევა სკოლას, არსებულს გაარემონტებენ თუ მის ნაცვლად ახალს ააშენებენ. ლელო ძლიერი საქართველოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასებ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის გზამურჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა ამბობს, რომ თანაპარტიელის გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგია და მისი თქმით პარტია რამდენიმე დღეა ვერ ახერხებს მასთან დაკავშირებას. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მათ კანდიდატზე ზეწოლის ფაქტები ქვემო ქართლის რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტშიც ფიქსირდება, მათ შორის წალკაში, დმანისში და გარდაბანში. ქართულ ოცნებაში აღნიშნულს უარყოფენ და პოლიტიკურ ოპონენტებს სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვას ურჩევენ. დაიწყო თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასებ ჩირაგოვის მიმართ სავარაუდო ზეწოლის შესახებ. უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ადგილად მოწყვლადები ჩვენი კანდიდატები არ არიან და ამას მოწმობს სტატისტიკაც, იმიტომ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით რა ზეწოლაც ხორციელდება, მათ მოახერხეს, რომ საარჩევნო სიებიდან, მაჟორიტარობის კანდიდატებიდან და ეს უკვე მერობის კანდიდატის შემთხვევაა, მოახერხეს რამდენიმე პირის მიერ უარის თქმა კანდიდატობებზე, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ქვემო ქართლის წინა დღეებში ჩვენ მქონდა შემთხვევები გარდაბანში, წალკაში, ჩვენ მქონდა შემთხვევა ასევე დმანისში და უკვე მერობის კანდიდატი ბოლნისში. ზოგადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში ოცნება განსაკუთრებით აქტიურობს სუსის ადგილობრივი ქვედანაყოფები. რა თქმა უნდა, ისინი ასეთ თავგადასრულ და თავხედეს და დანაშაულებრივ ქმედებებს ვერ ჩაიდინენ თუ მათ არ აქვთ მხარდაჭერა ზემოდან, ანუ მხარდაჭერა თუ არ არის ადგილობრივი ძალოვანებიდან, თუ არ არის ცენტრალური ხელისუფლებიდან და ამას მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გამოძიებები როგორც წესი არ იწყება, ან თუ იწყება, გამოძიება არასოდეს არ მიდის ბოლომდე და საგამოძიებო მოქმედებებიც სტარტდება რაღაც ფასადურად და ეხლა დღევანდელი ტესტიც იქნება ამის ტესტი. 16-მა მედიამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა რუსული კანონის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს, სადაც საუბარია რუსული კანონის და სხვა შემზღუდავი კანონების მიღების შემდგომ გაუარესებულ გარემოზე, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე. ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ორგანიზაციებმა სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით 2024 წლის
17 ოქტომბერს მიმართა. ევროპულმა სასამართლომ უკვე მიიღო სახელმწიფოს პასუხი საჩივართან დაკავშირებით. შემდეგ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრების სასამართლოში წარდგენა და მომჩივნების წერილობით არგუმენტებზე პასუხის გაცემა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. შეხვედრამდე.